სალამი მოგესალმებით, ვაგრძელებ ჯონ მაკარტურის საუბრების ქართულ ენაზე ათურთას. ეს არის ბიბლიური კითხვები და პასუხები. შემდეგ კითხვა ძალიან პრაქტიკული, ძალიან აქტუალურია. იცით რომ დღეს მედიცინას როგორი ავტორიტეტი აქვს, როგორ არის თითქმის ღმერთის სტატუსამდე აყვანილი და ძალიან ბევრ ადამიანში ის ყალბი იმედებსაც თესავს. განსაკუთრებით, როდესაც ლაპარაკია როგორც ამ კითხვის დამსველი დანიელი ფსიქიატრიულ და ფსიქოლოგიურ დარღვევებს, იცით ხომ ფსიქიატრებთან ომიდიან, არის ძალიან ბევრი მედიკამენტები, დროს დახარჯვა არავის არ უნდა და აინტერესებს დანიელს როგორ მოვახდინოთ შერჩევა, მივენდოთ თუ არა და როგორ ვარჩევთ ექიმს. ჯონ მაკარტურს ამის დიდი გამოცდილება აქვს. და მან ბევრი ოპერაციები გადაიტანა, ახალგაზრდობიდან მოყოლებული, ის კარგი სპორტსმენი იყო, მას ავარია დაემართა. მერე ხერხემალზეც ეხლახან გაუკეთეს ოპერაცია, ეტყობოდა ასვლის დროს, როდესაც ის მე მახსოვს, როგორ ფრთხილად იმაშვებოდა ხოლმე და განსაკუთრებით ასაკში ახლა ხერხემლის ოპერაცია ძალიან რთულია. ალბათ მალების ის იყო ხომ, რასაც ქვია ეს თიაქარი. ალბათ ამაზე იყო საუბარი, ამ კითხვა პასუხშიც ახსენებს. შემდეგ იცით გულის ოპერაციები, რამოდენიმე ქონდა ბოლოს სიცოცხლის ბოლოს და სულ ექიმებთან იყო და გვიზიარებდა თავის დამოკიდებულებას. ესე რომ მოდით მოусვინოთ დანიელს და ბატონ ჯონსაც. ვენდოთ თუ არა თანამედროვე მედიცინას და თერაპიას და როგორ შევარჩიოთ კარგი ექიმი. გამარჯობა პასტორ მაკარტურ, მე დანიელი მქვია. გამარჯობა დანიელ, პირველ რიგში მინდა მადლობა გადაგიხადოთ თქვენი დისციპლინისა და სიტყვის გამჭვირვალე სწავლებისათვის. უფლის სიტყვაზე ლაპარაკი ხშირად რომ ამბობენ სიტყვას, გულისხმობენ ღმერთის სიტყვას, ანუ ბიბლიას. მაშინ მაგალითად ასევე მოციქულთა საქმეში მარტო საქმეებს ინგლისურად საქმეებს ამბობენ, ასე რომ მე მინდა რომ იცოდეთ, ხო, როცა ამბობენ სიტყვა, ეს არის ღმერთის სიტყვაზე ლაპარაკი. გმადლობთ ჯონ მაკარტური, მადლობას უხდის. ჩემი კითხვა იმაში მდგომარეობს, როგორც ახალგაზრდა ქრისტიანს. მიჭირს ჩემი ექიმისა და მისი მეთოდებისადმი მიდობა. ჯერა რომ ქრისტეა ყველაფერი, როგორც ჩვენ გვჭირდება. მაგრამ ხედავ, როგორ ანადგურებს ფსიქიკური დაავადება ცხოვრებას და ოჯახებს. როგორ შეგვიძლია გქონდეს სიმშვიდე და გავარჩიოთ თანამედროვე მედიცინა და თერაპია. ჯონ მაკარტური ეხლა დიახ, ეს ნამდვილად კარგი კითხვა. ჩემი რჩევა ესეთია: ყოველთვის მოძებნეთ მეორე ალტერნატიული აზრიც. როდესაც თქვენ ექიმისგან მოისმენთ, ვისთანაც პირველად მიხვედით, მარტო ნუ დაიყრდნობით ამას, წადით და მოძებნეთ ალტერნატიული აზრი. და ეს უბრალოდ განსჯისა და სიბრძნის საკითხია. ნუ მიიღეთ მხოლოდ ერთი ექიმის სუვერენიტარულ აზრს. მე მინდა პატივი მივაგო მას, მე მინდა პატივი ვცემა მას მივაკუთვნო, ვისაც ეს ეკუთვნის. და ჩემი სიძე, ჯონ დიანჯელეს, რომელიც თავად არის ექიმი, იზანიას ახლოს იყო ჩემთან, ჩემი ცხოვრების ყველა პერიოდის განმავლობაში. მას შემდეგ, რაც ის ჩემ ცხოვრებაში შემოვიდა და ჩემს დაზე დაქორწინდა. და ის არის პირველი, ვინც გეტყვით, რომ ყველა ექიმს არ უნდა ენდოთ. ყველა ადამიანს მე ვერ ვენდობი ნებისმიერ პროფესიაში, რადგან ჩვენ ვიცით, რომ არის შეცდომები და არის ადამიანური რაღაცა არასწორი შეფასება. ვერ ვენდობი ექიმის მიერ მოცემულ პირველივე რჩევას. თუ მას არ გააჩნია რაიმე სოლიდური საყრდენი. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მას შეიძლება ქონდეს ხარისხი ამ სფეროში, ქონდეს დამსახურებები, შეიძლება ქონდეს კარგი ავტორიტეტი, მაგრამ ის გვთავაზობს გარკვეულ რაღაც წარმოდგენას ფსიქიკურ დაავადებაზე და მის გადაწყვეტაზე, რომელიც ჯერ არ არის გამოცდილი, დროის მიხედვით არ არის გამოცდილი და ბევრი ექსპერიმენტები ტარდება. ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, რის გამო ჩვენ გვაქვს მედიკამენტები, რომლებიც ძირითადად უნდა იყოს დამტკიცებული ფედერალური მთავრობის მიერ, რადგან მათ უნდა გაიარონ მკაცრი ტესტები გარკვეული დროის განმავლობაში. ასე რომ, როდესაც ექიმი გინიშნავთ ისეთ რამეს, რაც დადასტურებულია, რომ სასარგებლოა, ეფექტურია, შედეგის მომტანია, მაშინ ექიმი ფუნქციონირებს ამ კატეგორიაში და შეგიძლია მათ მიენდოთ. და თქვენ შეგიძლიათ გაიგოთ, თუ რა არის ამ საკითხზე მეცნიერული მტკიცებული. დღეს ინტერნეტის მეშვეობით ძალიან ბევრი მასალები შეიძლება თქვენ გაიგოთ და წარმოდგენა იქონიოთ ამა თუ იმ მედიკამენტებზე და ამა თუ იმ თერაპიის მეთოდებზე.
ჩემ შემთხვევაში მაგალითად, ხო? მე უბრალოდ შემიძლია გითხრათ, რომ მიმდობიან ადამიანი ვარ. მე ვენდობი ექიმებს, ვისთანაც დავდივარ, მაგრამ მე დავდივარ იმ ექიმებთან, რომლებზეც სხვებმა უკვე მითხრეს, რომ შემიძლია მივენდო. ასე არ არის, ჩვენ ესე არ ვიგებთ ადამიანის სანდოობას, ჯერ სხვის რეკომენდაციას ვეყრდნობით, მერე ჩვენც რო გამოვცვით, მერე სხვასაც უწევთ რეკომენდაციას. ამიტომ ვფიქრობ, რომ საკუთარი თავი ვიღაცის ხელში აუცილებლად უნდა მიანდოთ მაინც, მოგიწევთ. თქვენ ყველაფერი არ იცით, ხომ ამ სფეროში და ვიღაცას საბოლოოდ უნდა მიენდოთ. ამიტომ კარგად გამოიკულიეთ, თუ ვის აპირებთ რომ მიენდოთ და ანდოთ თქვენი თავი. მახსოვს, როდესაც ხერხემალზე ოპერაციის გასაკეთებლად მივდიოდი, ოპერაციას ჩემთვის უცნობი ექიმი მიკეთებდა, მაგრამ ჩემმა ექიმმა, რომელსაც სხვა დაუშვათ სფეროში ვიცნობდი და კარგად ვიცნობდი, მან გამიწია რეკომენდაცია ამ თავის მეგობართან, რომელიც ზურგზე ოპერაციას აპირებდა რომ გაეკეთებინა და მას ესეთი რამე უთხრა. უბრალოდ იცოდე, არ გინდა გახდე ის ადამიანი, ვინც ჯონ მაკარტურის საოპერაციო მაგიდაზე მოკლაო. რაც ალბათ კარგი რჩევა იყო. და მან არ გააკეთა ეს. ანუ არ მოკლა ჯონ მაკარტური. და მან შესანიშნავი სამუშაო გაწია. მე უბრალოდ ვფიქრობ, რომ საჭირო რეკომენდაციების დახასიათებების სატანადო შემოწმების მიღება და ეს ყველაფერი უკვე თქვენთვის ძალიან ხელმისაწვდომია. ინფორმაციაზე ხელმწვდომა, როგორც არასდროს დღეს ინტერნეტის მეშვეობით არსებობს. კარგით, გამოიკვლეთ, შეისწავლეთ და ესე გადადგით ეს ნაბიჯი. გმადლობთ პასუხისათვის.